მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ბათუმში ვართ საკონსტიტუციო სასამართლოსაც რაც მოქალაქეები ისევ მართავენ პროევროპულ საპროტესტო აქციას უკვე თითქმის 500 დღეა რაც იმართება ეს საპროტესტო აქციები ქვეყანაში მათ შორის ბათუმში მოქალაქეები ამბობენ რომ ისინი არ აპირებენ ამ ბრძოლის შეწყვეტას მაშინ როცა ქვეყანას ყავს სინისის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები და მაშინ როცა ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას ცდილობს ქართული ოცნება და სხვა რეპრესიული მეთოდით ცდილობს რომ ჩაახშოს პროტესტი ქვეყანაში. ამიტომაც მოქალაქეები მიიჩნევენ რომ უნდა გაგრძელდეს ეს პროტესტი, იმიტომ რომ პირდაპირ ხედავთ როგორ იკარგება ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, ამ ქვეყნის თავისუფლება, რადგანაც ძალიან მარტივად ასანახია რა შეიძლება დაემართოს ქვეყანა საქართველოს მაშინ როცა ის რჩება მარტო სრულად დაუცველი მეგობრების და პარტნიორების გარეშე აგრესორ რუსეთის პირისპირ. ამიტომაც მოქალაქეები განაგრძობენ ამ პროტესტს, მათ შორის საღამოს 8 საათიდან ნებისმიერ ამინდში მოქალაქეები დგანან სწორედ აი აქ ამ ტრადიციული შეკრების ადგილას საკონსტიტუციო სასამართლოსთან, იმ სასამართლოს, რომელიც არც კი განიხილა და არც კი მიიღო წარმოებაში მაშინდელი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის არჩეული არჩევნების კონსტიტუციურობაზე ანუ არათუ არ განიხილა, მაგრამ წარმოებაშიც კი არ მიიღო ეს დავა, რომელსაც და მაშინ იყო დარჩენილი ერთ-ერთი სახელმწიფო ორგანო, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც შეეძლო გადაეწყვიტა ამ თავის კანონიერება და მას ეთქვა ის არჩევნები ჩატარდა თუ არა კანონიერად საქართველოში, რომელიც დღემდე არის სადაო და ხელისუფლების ლეგიტიმაცია ასევე დღემდე არის სადაო. ტრადიციულად აქვეა ყოველთვის პოლიცია, როცა იმართება საპროტესტო აქციაც. და მოქალაქეები ასეთ კაჭერის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ნიკრიბებია. მოდი გავისაუბროთ მოქალაქეებს როგორც ბოლო ამბებზე, ასევე თავდამ ბრძოლაზე, წინამდებობაზე, რა ეტაპზეა ამ წინამდებობა და ხედავენ თორე ისინი ივანიშვილის დამარცხების პირობას რა შემთხვევაში. ამის შესახებ მინდა გავისაუბროთ აქციის მონაწილეებს. მოგესალმებით, შეიძლება რომ გაგესაუბროთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში. თქვენი მოსაზრება რომ გაგვიზიაროთ, რა ეტაპზეა ახლა წინამდებობა ქვეყანაში? ივანიშვილი რა ეტაპზეა? ხედავთ თუ არა მისი დამარცხების პირობას და რა შემთხვევაში ხედავთ? მე ვერ გეტყვით. ვერ ხედავთ დამარცხების პირობას ივანიშვილის? ანუ ეს წინამდებობის აზრი დღეს რა არის? რაზე დღეს ეს წინამდებობა? ვერ გეტყვით ვერაფერს ვერ. კარგი. ჯემა საღამოშიდობისა მინდა რომ გაგესაუბროთ. მინდა გითხოთ აი ბოლო მოვლენებზე, მათ შორის გააქტიურებულ პროცესზე, როცა ანგრევენ ბათუმის ბულვარში არაერთ მშენებლობას, რესტორანს, ასევე ჩიხურები აიღეს. დღეს აქ გამოვიდნენ კიდევ რამდენიმე მოქალაქე, მოეწყო საპროტესტო აქცია და თქვენს რომ ჩვენ დავრჩით შემოსავლების გარეშე, იმიტომ რომ ეს ჩიხურები თავისუფლად ჯერ იყო შეთანხმებული მისი დიზაინით, მქონდა ნებართვები მიღებული ბათუმის მერიისგან და წლების განმავლობაში ეს იყო კანონიერი, დღეს როგორ გახდა უკანონო. მათ ამ კითხვაზე ვერ მიიღეს პასუხი როგორც ბათუმის მერიისგან, ასევე აჭარის მთავრობაშიც არავინ არ შეხვდა. მაგრამ თავად ეს პროცესი რაც ხდება ახლა ბათუმის ბულვარში, რა ხდება თქვენი აზრით? მაშინ როცა ჩანს რომ შერჩევითია ჯერ ეს მიდგომა, ხო? თქვენ იგივე ბათუმის მერის წინ, მისი სამუშაო კაბინეტის წინ, გიორგი ჭყონია ბიზნესმენმა და პარლამენტის წევრმა უკანონოდ დააშენა კოშკი, დაადგა შენობას და არავის მისი დემონტაჟი არ უცდია, ხო? ისე დასრულდა ეს მშენებლობა. ბულვარში რა ხდება თქვენი დაკვირვებით? ჩემი აზრით ის ბიზნესები, რომელიც არაწყობს, აი მიყვება ბულვარის გეგმას, რომელსაც ძალიან ბევრი ბრძოლა ბათუმის მოსახლეობამ წლებია, რომ ბათუმის ბულვარს ქონოდა გეგმა, როგორც ასევე ქალაქის გეგმა ყოფილიყო, მაგრამ შემოდებულია თაროზე სამწუხაროდ. ეხლა ამ გეგმას მიყვებიან, მაგრამ იმას იცილებენ, ვინც არაწყობს. და რა თქმა უნდა ეხლა მათი ანუ შერჩევითად იცილებენ კონკრეტულ ბიზნესმენებს შერჩევით იცილებენ და მერე იტყვის რომ ინახე ეხლა თან ნორმალიზების პოლიტიკა ხო აქვს ჩართული რა ქვია და თითქოს და ყველაფერი ლაგდება და წესის და კანონის მიხედვით ეხლა მიყვებიან და გაასუფთავებენ ეხლა ბათუმის ბულვარი თავად როგორ აქციეს წლების მანძილზე რადგან გადააქციეს და ეხლა თვითონვე ასწორებენ ეხლა თავიანთ დარჩება ისე ეს თქვა ხელუხლებელი ეს ბულვარი გვეს ადგილები რომელიც დაანგრიეს ელდებით რომ ახალი შენობები ჩაიდგმება ახალი შენობების გაჩენა რესტორნები გაჩნდება ან ხერხდება თუ ეს ბულვარის განვითარების გეგმას მიყვებიან ზედმიწევნით რაც იყო ეს მეწრებოდი მაგის განხილვას მაგას თუ მიყვებიან ზედმიწევნით არ იქნება შერჩევითი სამართალი ანუ იმას დაუნგრევა მას არ დაუნგრევა რა ყველას უნდა დაუნგრიო მაშინ და ალტერნატიული
ფართობი ადგილი უნდა შესთავაზო თავისთავად. და ჩემი მოწოდება ესეთია, რომ ბულვარი ყოველთვის უნდა იყოს დასასვენებელი სივრცე. აი კომერციალიზაცია უნდა იყოს შემცირებული მინიმუმამდე. ის უნდა იყოს დასასვენებელი ადგილი, სპორტული, საგანმანათლებლო, არ ვიცი, კულტურული ღონისძიებების ადგილი და არა სახინკლე, სახაშლამე, რა ვიცი მე, ანუ კარაოკე და რა ვიცი, 23 სკოლა იყო გახსნილი. და გაქვთ ამის მომენტი რომ ასე დარჩება ეს ბულვარი ამ არ მაქვს ახალგაზრდობის გასაგებია, არავითარ არანაირად. ეხა უბრალოდ ვიღაცები არ უნდათ, ანუ ვიღაცებსაც გაუვიდა კიდეც ლიცენზია და აღარ გაუახლეს და მე ალბათ რა ვიცი, ახლა კულუარებში თუ ვინმე რამეს გაურიგდება ჩუმად და რაღაცა კორუფციის ნიშნები იქნება, ეგ ახლა ჩემი კომპეტენცია აღარ არის, ანუ მე მაგას ვერც გავარკვევ, მაგრამ ანუ სრული მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება ესეც მოხდეს რა. ხო და ცოდვა ისე ვის ადამიანები, ვისაც დაუნგრიეს ესე ბარბაროსულად და ესე რა ვიცი ძალმომრეობით ადამიანებს ესე არ უნდა მოექცენ. აუცილებლად უნდა შესთავაზო ალტერნატივა. არც მომწონს მაგალითად ქალაქში არის გარემოვაჭრეობა, მაგრამ ის ადამიანი რომ იმ პირობებში მუშაობს და შენ რომ წარმომიდგენია, რამხელა როგორ რთულია მისთვის იქ ყოფნა და მუშაობა, ხო? ალტერნატივა ყოველთვის უნდა შესთავაზო. ალტერნატივას თუ არ სთავაზობ, ანუ ესე პირდაპირ ჩამოვარო და აყარო ხალხი ეს არის. ხო, ერთია გარემოვაჭრობა და მეორეა ჯიხურებში, როცა თქვა გოს სუვენირებს, ან კონკრეტულ ნივთებს ყიდიან მოქალაქეები, არ ხილისწვენებს ამზადებენ. ზოგადად ეს მოქალაქეები გამოვიდნენ დღეს საპროტესტო აქციაზე, აჭარის მთავრობასთან, სადაც მათ არავინ არ შეხვდა და მათ თქვენ წლების განმავლობაში ნებართვა, გასულ წელს ვეღარ მიიღეს ნებართვა, თქვენს რომ აღარ გამოცხადდა ეს. ზუსტად იმ ბულვარის გეგმაში არის გათვლილი, თუ სწორად მახსოვს, პატარა ჯიხურები, რომლებიც უნდა კონცეფცია უნდა შეიქმნას, როგორი უნდა იყოს, ასევე პატარა კაფეები, 70-80 კვადრატი იქნება ღია ტიპის და 30 კვადრატი სამზარეულო საწყობი, ყოველ 200 მეტრში უნდა ჩაიდგას ზღვისპირას და ანუ ერთნაირი კაფეებს და ჯიხურებს დადგამენ, თქვა ჯიხური ერთი ტიპის, კაფე ერთი ტიპის და ის მე არ გადაიქცევა რაღაცა მიშენებები არ დაემატება. ხო, აი მაგალითად აკროპოლისი რო არის, ხო, რესტორანი შუა ბულვარს ვეძახი მე ახალსა და ძველ შორის. ხო. წლების განმავლობაში როგორ გაიზარდა, ან თუნდაც კოშკი რო არის, ისიც ხო, მიშენებები და აი მწვანე სივრცეებს ითვისებენ ეს რესტორნები და ეს უნდა იყოს შეზღუდული, არ უნდა შეიძლებაოდეს ეს. აკროპოლისი ხო აშენდა, ჩემი აზრით იქ არ უნდა აშენებულიყო, მაგრამ კაი, აშენდა ესე დაიგეგმა, ხო? იმას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიშენდეს წლების განმავლობაში ხან იქიდან მხრიდან, ხან აქედან მხრიდან და ანუ ამ მწვანე სივრცეებს ხეებს ჭრიან და ითვისებენ და ეს არის ყოველად მიუღებელი, ანუ უნდა იყოს წესი, კანონი, სტანდარტი, იმას უნდა მიყვეს ყოველთვის ყველა. და არანაირი მოლოდინი არ მაქვს რომ ესე იქნება. ანუ ეს პროცესიდან არ გვაქვს საქმე. ხო, ეხლა აჩვენებენ რომ ნახე რა კარგი მერი ვარ, ნახე მოვედი ახალი მერი ვარ და ალბათ ეს რაღაცა მანტია აქვს მოსხმული, რაღაცა რავი, თუ ესე არ არის დავწდები ძალიან კარგი, მაგრამ რავი, მე არ მაქვს ყოველ შემთხვევაში ამ პოლიტიკური ძალის ნაწილისგან არ მაქვს კარგი მოლოდინები, მაინც არასოდეს და იმ ადამიანებს აუცილებლად უნდა შესთავაზონ ალტერნატივა, სხვანაირად შეიძლება. მადლობა, მე ჟემონ კახიძე იყო ბათუმის პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ეს დღეს ჩვენ ვართ ბათუმში საკონსულო სასამართლოსთან და აქ ისევ დგანან მოქალაქეები, სწორედ საპროტესტო აქციაზე. სამშაბათს გავუტონე მანანა, მინდა რომ გაგესაუბროთ. რა ხდება ქალაქში? მოდი ამაზე გითხარით. თქვენ დასაკრებულოს წევრი იყავით წლების განმავლობაში. მე ვიყავი და უმაღლეს საბჭოში დავტოვე მანდატი და ვარ იმიტომ რომ მე არალეგიტიმურ მთავრობას არ ვემსახურებდი. ეხლა ქალაქში რა ხდება? ამაზე მინდა გითხო თქვენი აზრით, აი როცა არის რაღაც კონკრეტული რა ქვია დემონტაჟი, ხო, იგივე ბულვარის ტერიტორიაზე. ბულვარის ტერიტორია არ უნდა მოიკიდათ ხელი, მაგრამ რა კი ეს დაშალეს და უკეთესი ვერ გააკეთეს და დაანგრევა შეუძლიათ. ეს არის ყველაზე ცუდი და თუ არა ფილები რო ამოყარეს და იქ რა ვიცი რა სანაპიროზე იქეთ საშინელება. Ну, რა ვქნათ ახლა ესთეტიკაზე და გემოვნებაზე ნისპორიათ რო იქ. მაგრამ მიდის აქეთკენ პროცესი, რომ აი ესთეტიკას რო დაუბრუნდეს ქალაქი ბულვარი გათავისუფლდეს უსახური მშენებლობებისგან. აქეთკენ მიდის პროცესი თუ საერთკენ მიდის? რა ხდება? ისეთი არასწორი მშენებლობების ნებართვებია გაცემული და პატარა-პატარა ეზოებში მშენდება 3 და 4 სართულიანი ვიწრო სახლები. ძველ ბათუმში ახლა მე მაგაზე მაქვს ლაბარაკი, რომ ჩვენ საერთოდ ვენტილაცია ყველანაირად მოვსწრეთ ქალაქში. თუ არქიტექტურა ქალაქის არ მიხედავს,
მე არ ვიცი ახლა მაშინ რა შეიძლება ერთადერთი ახლა ბევრი წერს რა ახლა ხო ის ადამიანს მიღებული აქვს ისა და გადახდილი აქვს ცოტა გეუხერხულება მაინც ქალაქი პატარა და ერთი ორ ეს ვიცნობდა რაღაც მაშინ თვითონ თავრობამ ჩაედგეს ამ საქმეში და გააკეთოს ისე რომ გარემონტონ გააკეთონ გარე და ფასადებს აკეთებენ წლები 2 წელია არ იქნა ტელმანის ქუჩის დამთავრება მაგრამ ამ ბულვარში დარჩება თქვა ეს მწვანე სივრცეები თუ გაჩნდება ახალი შენობები აი თქვენ დაინახავთ ეხლა გაზაფხულზე ტენდერებს გამოაცხადებენ თავისი ვინც მეც გადაიხდა შეიძლება უცხოელმა გადაიხადოს და ჩადგამენ გამზადებული იმას ანუ გამოუთავისუფლეს ადგილები მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს მე უთან მქონდა ლაპარაკი მათ ყავს ნაცნობები რომელსაც არ ჩენდნენ ოჯახს რაღაცა ტენდერში ხული გადაიხადენ ხარჯები ნახენ მაგრამ ისე უგულმოუწყალ მათ დაუნგრიენ და გამოყარეს ეს ხალხი და უთხრენ ახალი ტენდერს გადაიხდით ანუ ეს რატომ მოხდა თქვენი ეს ერთიანად რატომ გეტყვით ახლა ახალი მოდის ახალი თავრობა მოდის იმას ახალი შემოსავალი უნდა. ანუ ახალ მთავრობაში რას გულისხმობთ? ახალ მერის ბათუმის ახალი მერია. როგორც ასეთი ჩვენ როცა ვაკეთებდით ჩვენ რომ მოვედით და ამბანის კოშკზე გქონდა დავა და გვეჭხუბებოდნენ რაც გვინდა ამბანის კოშკი. ხო, დღეს ის არის ერთადერთი უნიკალური, ხო? აქ პატარა პავილიონები ვითომ ზღვამი დაშალა, ვითომ რაღაცა, მაგრამ ეს ხალხი თანახმა იყო რომ გაერემონტებიათ. გამოვიყარენ და უთხრენ თუ გადაიხდით ახალ შემოხვალთ და ტენდერში მონაწილეობას მიიღეთ იმ შემთხვევაში დაბრუნდებით ეს რა დღეს და გამოვიდა რამდენი მოქალაქე საპროტესტო აქციაზე ვისაც ჯიხურები ქონდა და სუვენირებით ვაჭრობდნენ გოგებაშვილის ქუჩაზე და თქვენს რომ აღარ მივიღეთ უკვე მის პირობა რომ ისე მან ხო იყო მთელი ქუჩა იყო სუვენირებით ვაჭრობა პატარა ბაზრობას ვერ ვეტყვით ასეთ რაღაც ჩვენ ახლა ესეთ უკურად შეიძლება არ მოგწონდეს მაგრამ როცა სახელმწიფოს უჭერს ხალხს უჭერს უკვე შენ მაშინ ახალი რაღაცა შესთავაზე რომ იმანე სხვაგან დასაქმდეს და აქ თქვენი გააკეთეთ უკეთესი. მე ამაზე ვარ მეტი არ. რამდენად სამართლიანად მიდის ახლა ეს პროცესი? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რამდენი შენობა არის უკანონოდ აშენებული. გორ გიორგი ჭყონიას კოშკი ხო კონკრეტულ შენობაზე მერის წინ ის დასრულდა ჩულებროთ ისე რომ მისი დემონტაჟი არავის არ უწევია. იცით რა ბათუმში მოსულია ამბავია მაგრამ ეხლა მაი 14 წელი რაც წავიდა და რაც ეს თავრობა არის და არ აინტერესებთ მაგათ ხალხი და აინტერესებს მარტო ვინც მეც გადაიხდის და ვინც მეც შეიტანს ბიუჯეტშია თუ ჯიბეში არ ვიცი მაგი მაგათმა იციან და აკეთებენ თავის საქმეს არავინ არ არის აუჯერებს და ხალხს მაი ჩვენ დროს იყო რომ 12 კაცი ჯდებოდა არქიტექტურაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან და ისინი წვითავდნენ შეიძლება ამის საქმე გაშენება თუ არა თუ ეს აღარ არის და მარტო ერთი მერის ხელწერა უნდა რომ შენ კი ბატონო აშენე მაშინ არ ვიცით რა ვქნათ შევცვალოთ უნდა მე მაგათაც შეცვალე რა ეტაპზე ახლა ეს ბრძოლა თქვენ დაგურებით ეს წინააღმდეგობა არ გაჩერდება ეს ხალხი იმიტომ რომ უნდა დაესაქმებიათ სადმე სხვა ალტერნატივა ხო არსებობს გაუკეთე ადამიანს რომ ნუ აღარ ართმევი უკმაპურს რა გამოსვლის თუ არა ახლა ივანიშვილის დიქტატურის სამყარო ამ ქვეყანაში თქვენ როგორ აკეთებთ ესე რა შეეთყობა რომ არ გამოვიდა იმიტომ რომ ხალხი აი ჩვენი პატრიარქის გასვენებაში ეს უკვე ჩანდა და მაგრად მე თბილისში ვიყავი დავესწარი ვიდექი და ხალხის ირგვლივ მესმოდა ვინ რას ლაპარაკობდა და არავინ უკვე მონა არავისი აღარ იქნება დამთავრდა ეს ეპოქა დამთავრდა ჩვენ ახლა ველოდებით 40 გადაიხდიან მე ვნახოთ ახალი პატრიარქი და ღმერთმა ქნას რომ ჩვენ დემოკრატიულ გზას დავადგეთ არა საჭირო თქვა რატომ უნდა ვიყვეთ ვიღაცის შეკედლებული ჩვენ გვაქვს ნიჭი გენი ვარ ძლიერი ვარ აკი მოახციეთ აქამდე მაგრამ აი რა დაამარცხებს ივანიშვილს თქვენი აზრით დაპირობა ჩანს სამის უკვე იყო ხო თქვენ არიცით ახალი ამბავი ეხლა ახალი ამბავი ო ჩამოვიდა ის ამერიკიდან სახელმწიფო ისა და მე მგონი აქ წავა უკვე ეს ამბები სანქციების თაობას ანუ სანქციების იმედი გაქვს რომ ეს გააქტიურდება და ეს იმუშავე და პლუს ამასთან ახლა კიდევ გამოყვანა იქნება იმით დაჭერილები რო არიან ხალხი პოლიტიკური პატიმრები და ეს ქუჩიდან რომ მაგრამ არ უშვებს სხვა რო თავისუფლებს ეს ჩამევიდა უკვე ხვალ ეკნებათ მათ თქვენ მოისმენთ მე წინას აღარ დავიწყებ მაგას იმიტომ რომ ინფორმაცია მას ჩვენ მოგისმენი არაერთი რეკომენდაცია და მოთხოვნა ხო იგივე უთოს მოსკოვის მაგრამ დაინახეთ რომ პრემიერმა ესეთ პანაშვიდებზე რომ გავარდა და წავიდა და არც მე იხედა უკან და ვითომ მე უკვე ჩამოვიდა და დადგა და იქ ამბიონზე შეიძლებოდა ამბიონზე და იქ ლაპარაკი ან ვერ გაითავისა
რომ ის არასდროს არ იქნება ჩვენი არ ვიცი მე არც პატრიარქი, არც პრემიერი, არც პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილს რომ აღარ მისცემ საშუალება რომ თავის სულიერ მამასთან დამშვიდობოდა, ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა. ეს ხალხი არის ცოდვილი, მაგათმა ახალგაზრდობა გაანადგურეს, ვითომ არა, უფრო გააძლიერეს. ასევე სალომე ზურაბიშვილი არ მივიճეს, რომ მას საშვი არ არა, მისცეს. საშვი ქონდა. თვითონ მას როგორც პრეზიდენტს აქ ქონდა უფლება შესვლის. მაგრამ ვერ მივიდა, ვერ მივიდა, იქ იყო ლაპარაკიც იყო და იდგა ის ჩვენთან ერთად იდგა, არ შევიდა. თქვენც იქ იყავით ამ დროს. არ შეუშვეს. იქ გადაკეტენ, მარტო შედიოდა თავისი ჩინოვნიკები და თავისი ოჯახებით შედიოდნენ და ახლა ეს ხალხი ჩამოსული სოფლებიდან, რაიონებიდან იდგა. გაჭივრებული. შიერი ხალხი იდგა პანაშვიძე და ისინი არ მიუშვენ. ეს არის დიდი ცოდვა. რა არის ხა საჭირო იმისთვის რომ ამ წინააღმდეგობას ქონდეს წარმატება? ქართულ ხალხს რა შეუძლია ხო და? ხალხი ყველა. აი როგორც ახლა იყო გამოსული. ქუძე კაცი. აი ესე უნდა გამოვიდეს და ერთხელ სამუდამოდ ამ კაცს უნდა უხდეს. არა. ან წავიდეს უნდა, ან და კიდე დაგვეხმაროს. მე არ ვიცი ახლა ევროკავშირმა სანქციები დაუწესა, სასამართლო ჩატარდა. აი ახლა ჩამოვიდა ეს ძალიან კარგი საქმე იქნება ხვალ. და ვნახოთ, რას გადაწყვეტენ. მე მგონი გამოშვება არის, მაგაზია პირველი საკითხი, გამოშვება ამ ხალხის ციხეებიდან და როგორც შეიძლება. არაფრის გულიზა ხალხი ჩემ ჩაყარო, ციხეში ცემო, ყებო. არ ვიცი რა, არ ვიცი. ეს არ არის დემოკრატიული ქვეყანა. და ეხლა კიდევ უფრო გრძელდება ეს სერია. ეს გრძელდება სერიალი, ხო. ქუჩის გადაკეთებას ეძებიან ჟურნალისტებს, პრეზიდენტის ჟურნალისტებს მათ შორის. ხო, იშორებენ მაგათ, იმიტომ რომ არ გავრცელდეს. ეხლა ტელეფონები ეს ტროტუარიზე დგომის ან ქუჩის გადაკეთების ბრალდები. ნამდვილად ასია. ჩვენ ვართ, რა თქვა, ქართველები ვართ, მოსიყვარულე და აი თავისუფალი ხალხი. ყველა ქართველს ფრთები აქვს. ყველა ქართველს უნდა პრეზიდენტობა ხომ მივხვდი ხო რასო? ხო და ახლა შენ ახლა წაუჭირო ვიღაცას და შენ რომ მე მინდაო და არ არის ის ავტორიტეტი ეს კაცი რომ ჩვენ ვიცით ვის ვცეთ პატივი და ვის დაუდგეთ. ეს რომ უმეტესობა აქეთა. ნახოთ. მადლობა, ეს ბანანა ილურიძე იყო. თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ეს აღმოყარია ხთოთ. ეს ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქცია, რომელიც გრძელდება და იმართება ტრადიციულად საკონსტიტუციო სასამართლო სანაჭერის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. უკვე დაახლოებით თითქმის 500 დღეა იმართება ეს პროევროპული საპროტესტო აქცია, როგორც ბათუმში, ასევე თბილისში და არა მარტო დიდ ქალაქებში, თითქმის ყველგან ისმის დღეს მოქალაქეების პროტესტის ხმა და მოქალაქეების შეუვალობა ძალიან მკაფიოდ და მტკიცედ ჩანს, რომ ისინი არ აპირებენ ამ ბრძოლის შეწყვეტას, მაშინ როცა ქვეყანას ყავს სინდისის პატიმრები და მაშინ როცა ქვეყანაში აპირებენ დიქტატურის სამყაროებას, მაშინ როცა ქვეყანაში ტროტუარზე დგომის გამოც კი აკავებენ და აპატიმრებენ ადამიანებს, სხვადასხვა რეპრესიული მეთოდით ცდილობენ რომ ჩაახშონ პროტესტი. ასეთი იყო ბათუმელის პირდაპირი ჩართვა დღეს საღამოს. აი სწორედ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან ერგაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია მოლბო ყურადღებისთვის ითხოვებით.